რაღაც ნახვები ვიდეოზე სწრაფად გროვდება და 1000 ხომ არ გამეზარდა. მოდი ჯერ იყოს ეს რაოდენობა. ხოდაშორის იმ ვიდეოზე ლაიქები იწევს და მალეავა 500-ზე. Გავანდელი თემა იქნება ანიმე, რომელსაც საკმაოდ ბევრი ითხოვდა. გამოსვლიდან ისეთი ხმაური მოყვა, რომ მეგონა კიდევ ერთი გადაფასებული ნეტა სწორია გრამატიკულად. მოკლედ, მეგონა კიდევ ერთი ზედმეტად დაფასებული ანიმე იყო, მაგრამ მაინც გადავწყვიტე მენახე, რადგან ფრენბურთის ხელახალი ყურება დავასრულე. სანამ გაიგებდეთ ჩემს აზრს ამ ანიმეზე, მანამდე Random.com-ის დროა. Random-ის ავტორია Dead Eye და ისწერს, რომ კარგი ვიდეო და კონტენტია და რომ მაგარი ვარ. გეხუტუნე აი ჩემგან კოცნას. ახლა კი მიესალმეთ განახლებულ ინტროს. ანიმე ფარის გმირი. ისტორია, რომელიც მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც 4 სხვადასხვა განზომილებიდან გამოიძახეს 4 სხვადასხვა კლასის გმირი. ოფარი გავე მშვილდოსანი, შუბოსანი, თუ როგორც ქვია შუბის მტარებელს და ფაროსა ნამინდოდა მეთქვა, მაგრამ ისე მაგარისანა იქნებოდა 3 ლეგენდარული გმირის გვერდით, რომ ფაროსან არ დგას. მაგრამ ეგ სხვა დროს იყოს. მოკლედ ირკვევა, რომ ამ 4 კლასიდან ფარის გმირი ყველაზე სუსტია და საერთოდ არაფერს არ წარმოადგენს და ბრძოლაშიც გამოუსადეგარია. მაგის რა გითხრათ, ჩუბოსანი კიდე ამარცხა თან არაერთხელ. მოკლედ ფარის გმირს მეფე ყველანაირად ავიწროს და საქმე იქამდე მეო, რომ მის ძუკნა გოგოს მიუხსევს და ყველაფერს ისე მოაწყობს, თითქოს ძუკნა მალტიზე იძალა. ამგვარ შემდეგ ყველა შეიძულებს, ფეხებს შეაწმეს და როგორც ბოლოდონის ნაგავს მოისურიან. ქალაქშიც ბევრს არ მოსწონს და მაქსიმალურად ცდილობენ, რომ გაამწარონ. ამ დროს ის გადაიყრება მონად მოვაჭრეს და მისგან იყიდის ნახევრად ადამიან გოგონას. აი ჩვეულებრივი გოგოა, მაგრამ ყურებითა და კუდით. ყველა ოტაკუ ბიჭის ოცნება. მოკლედ ეს გოგო არის ნახევრად ენოტი. არა, ენოტის რა აქვს არ ვიცი, მაგრამ აქ ვერაფერს ვერ შევცვლით. ხოდაშორის ახლა პირველ სერიას ხვდები მარტო. სხვა სერიები 25-იანი, მაგრამ პირველი 48-იანია. ფარის გმირს მისი რეპუტაციის გამო არ შეუძლია გაწევრიანდეს არც ერთ გილდიაში თუ რაიმე საომარ ორგანიზაციაში. თავი გააქვს დამარცხებული ურჩხულების ტყავის გაყიდვით და მცენარეულობების შეგროვებით. ანიმეში კარგადაა მისი განვითარება ასახული. ჯერ უბრალოდ მცენარეებს ყიდდა, შემდეგ კი ამ მცენარეებიდან წამლების დამზადება ისწავლა. ბიზნესს ანვითარებს, მოკლედ რომ ვთქვათ, მომავალში იუველირიც გახდება. რავი, ყველაფერი ზუსტად ესუხეირო. საქმე იქამდეც მივარ, რომ მისთვის პირველი და ამ სამყაროსთვის მესამე ტალღის დროს, როდესაც ურჩხულების ორდა იწყებს შემოტევას, ის მთელ სოფელს გადაარჩენს. ხალხის მისი მადლიერია და ყველანაირად ეხმარება მას. მოკლედ რომ თქვა, ანიმე გვიჩვენებს იმას, როგორ იწყებს სახელის მოხვეჭას და ავტორიტეტის შექმნას ადამიანი, რომელიც ყველამ ტალახში მოისროლა. ჩემი აზრით, ანიმე საკმაოდ საინტერესო და პერსპექტიულია. საქმეები ისემითის დარწმუნებულია, რომ 2020 წელს მეორე სეზონსაც ვიხილავთ. ამ მომენტისთვის 10 სერია გამოსული და ხარისხი დიდად არ ვარდება. ფანსერვისიც არის, მაგრამ მცირე რაოდენობით ემდენად ტვინს არ გვატკიებს სისულელეებით. ენოტი გოგონა ყველა შეგიყვარდება და ამის გარანტიას გაძლევთ. იმედი ანიმე შეინარჩუნებს მის დონეს და 25 სერიას სასიამოვნო საყურებელი იქნება. ეს იყო ფარის გმირი ერენი. ყველას მოვალ შეხვედრამდე ნახვამდის. არ დაგავიწყდეთ იმ ვიდეოზე 500 ლაიქის აგროვება 60